ჩვენ ტელეკომის გენერალური დირექტორი ახლა მას აქვს შესაძლებლობა რომ შემოგვიერთდეს და შეგიძლიათ მოისმინოთ მისი პოზიცია. ხშირად ერთვება ხოლმე, როდესაც უჭირს სიუჟეტს და ჩართვებს და კი ბატონო მოვისმინოთ. მოგესალმებით, თუ ვინმეს უჭირს, მათ შორის გონებრივად არის ბატონი მდინარაძე, ფაქტია ახლა ეს, რასაც ჩვენ მისგან ვისმენთ, ეს არც კვალიფიკაციაა, არც პოლიტიკური კვალიფიკაციაა და არც ამ დღეს უნდა უსმინო პირდაპირ ეთერში რა უნდა გავაკეთოთ. არ მისმინოთ და დატოვოთ ეთერი. არა, ეთერის დატოვება მე არ მჩვევია. თქვენ გადადიხართ ლანძღვაზე რომ ეს ყველაფერი გადაფაროთ. აგებთ დებატებს რეალურად საკმარისად ვისმინეთ თქვენი აბსოლუტური იდიოტიზმი, ეხლა მომისმინეთ მე. თქვენ მიჩვეული ხართ ერთი წუთი და ეხლა მომისმინეთ. დადგმებს ვინ არის? მიჩვეული ეხლა მოგასმენინებთ. ეხლა მოგასმენინებთ ვინ არის? ეხლა მოგასმენინებთ ვინ არის დადგმებს მიჩვეული. ბატონი მამუკა მდინარაძის საადვოკატო, არათუ ყველაზე ანაზღაურებადი ადვოკატი არიყავით. არავის არ გაუგია თქვენი საადვოკატო მოღვაწეობის შესახებ არაფერი საერთოდ. თქვენ იყავით კლასიკური გამყიდველი ადვოკატი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობდა და მთელი 4 წლის განმავლობაში ამის გამო მოხდა, ფულს იღებდა ამაში კლიენტებისგანაც და სახელმწიფოსგანაც, სუსის აგენტი იყავით, ჩვეულებრივი, მათ შორის ნინუას ადვოკატი იყო, რომელიც გაყიდეთ ჩვეულებრივი. ეხლა მომისმინეთ ბოლომდე ერთი წუთით რა. ეხლა ეს რაღაცა მომისმინეთ ბოლომდე და მე გამეცით პასუხი რა. დაბრალებები მომისმინეთ ერთი წუთით და მე გამეცით პასუხი. იყავით სუსის ადვოკატი ჩვეულებრივად, ყიდით თქვენს კლიენტებს, რომლებიც სახელმწიფოს წინა ნინუას ადვოკატიც იყავით და ბოლომდე გაყიდეთ ის, ამაში აიღეთ ფული, ეს დაგიფასდათ და გახდით ქართული ოცნების წარმომადგენელი. დაასრულეთ ერთი წუთი და მე მომისმინეთ და გამეცით პასუხი და მეც გავწევთ. შეიძლება ნუყვირი ხარ პირდაპირ ეთერში არ აგავთ. ამის შემდეგ ორივეს მინდა. ამის შემდეგ ჩვენ მორალურ უფლებებს მე გავსვათ. ძალიან თემებს ეხებთ. ეხლა და ქართველი კაცი შეეხება არ შეიძლება. მე ვისაუბროთ ვინ რა შეეხო რა. თქვენ თვითონ შეეხეთ იმას რომ ეგ თამი მივეცი ვიღაცას, ამიტომ ვერ გამაჩერებთ. ეხლა ტყილა და არა, თამი მიეცით არ გეუბნებით. ლაპარაკობთ გაუთენტურობა. ეხლა შეგეშინდათ რა. ეხლა შეგეშინდათ. მაგაში დამადარაშაობთ. შიშე მე ლაპარაკობ. თქმა უნდა თქვენ გელაპარაკებთ ეხლა შიშა რა ხარ? ყველასთვის ცნობილია. არც ადვოკატად ვარ გიხარ. არც კაცად და არც პოლიტიკოსად. პირდაპირ ეთერში გეუბნები მაგას. მე ვისაუბროთ მაგაზე. კორექტულად ვისაუბროთ ძალიან გთხოვთ. ეხლა გავაგზავნოთ. არა, ვერ ვესაუბრებ კორექტულად ადამიანს, რომელიც ამ წუთში მადანაშაულებს გაღიზიანება. ერთი წამი. ეს გამოიწვია რეალობა. სიმართლე არის ძალიან რთული და მწარე. კარგი, გაჩვენდით ეხლა მაგრამ ესეთი შეურაცხყოფები თუ შეიძლება მე ვცდილობ ეხლა რა შეეხება იმას რაზეც თქვენ ვისაუბრეთ არაფერს არ გადავიდე შეურაცხყოფაზე მიუხედავად იმისა რომ ვერც ფიქრობ რა არის სამართლე ამის საკითხსაც გეუბნებით აბსოლუტურ სისულელეს როგორც იურისტი ასევე და როგორც პოლიტიკოსი აზრზე არ ახართ არც ერთ მიმართულებით პირდაპირ გეუბნებით ხა რა შეეხება დანარჩენ ჩვეულებრივად გაფუჭებული ხართ რა აი გაგაფუჭათ ბიძინა ივანიშვილმა დასაწყისშივე თქვენი კარიერის როგორც იურისტი ვერ შედეგით როგორც პოლიტიკოსი უკვე ვერ შედეგით რა შეეხება კარგი ეხლა სადამდე ვისმინოთ ეხლა ეს რაღაცა ტელევიზიის დირექტორი ხარ და ჟურნალისტებად ეძებ თავ და მე ვცდილობ მაყურებელს ეპატივი და ასეთ რაღაცებს მიჩვეული არავინ არ არის მიუხედავად იმისა რომ თქვენ გელაპარაკებით რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ ეს ტელეკომპანია იმედი არ არის და თუ შეიძლება როცა სიმართლეს მოისმენთ ესეთ გამოგტომებს თავიდან მე გეუბნები ასეთი რაღაცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის ასეთი შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება თქვენ ისმენთ სიმართლეს თქვენ ამ დროს ხშირად ჩვევიათ თუ შეიძლება ერთი წამი ხშირად ჩვევიათ ხოლმე რომ თქვენ როგორ ბედავთ საერთოდ არ არის ეს სწორი მაგრამ თქვენ ვერ უნდა ბედავდეთ ესე ჩემთან გასაგები გამოდიხარ და დინარაძეს თუ სხვას დამელოდეთ ერთი წუთი მოგასმენინებთ ეს არის გასაგები ერთი წამი თუ შეიძლება ესეთი რაღაცა არ შეიძლება არც ერთი წამი გაჩვენდით ეხლა და მე გავაგრძელებ მაყურებლისათვის გაჩვენდით შეიძლება მე რა უნდა გავაკეთოთ გაჩვენდით თუ არ გინდათ გადით ეთერიდან არ გინდათ გადით ეთერიდან ვინ გაძალებთ კაცო პასუხის გაცემა არ გინდათ მე მათი თხოვნა ორივესთან რა ვიყოთ კორექტულად და მოგავარდოთ ერთმანეთს ავტო ეთერი ძალიან არა შეიძლება მაქსიმალურად კორექტულები ვიყოთ ამ გადაცემაში და მოუსწრეთ ეს არის დაბოლოებული იმისა ვაცალოთ ერთმანეთს ეს არის იმისი დადასტურება რა უნდა მამხილოთ ეხლა თქვენ ორუჯრედიანი ხართ ჩვეულებრივი ორჯერ ორი არ გესვით იურისპრუდენციაში თქვენ რა უნდა მოგდელობა ეხლა არ შეიძლება გადით ეთერიდან რომ მოგწონთ გადით ეთერიდან გაღიზიანებული სიმართლე გამძანდით თქვენი ტელევიზიის დირექტორი და მომეცით საშუალება რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსიროთ გავაგზავნოთ ეხლა რაც შეეხება ხთამის მიცემას ჯერთი ბოდო არის სრული არავითარი შეთავაზება არ ყოფილა ეს არავის არ დაუდასტურებია თქვენ დაადასტურეთ ავთენტურობა არ დავადასტურებია ბატონჩებ ესეც კი არის არასწორად გახსოვს ყველა არასწორად გახსოვთ თქვენ ეხლა რაც შეეხება ავთენტურობის დადასტურებას მე დავადასტურე რომ ეს არის ჩემი ჩაწერილი
და ჩემი ხმა არის იქ. მე არ დამიდასტურებია რომ ეს საუბარი არის ავთენტური, ეს საუბარი არის დამონტაჟებული. რას ნიშნავს ხმა არის ჩემი რას ნიშნავს? ეს საუბარი არის დამონტაჟებული, მე ეს ჩვენება მივეცი პროკურატურასაც, მე მოუყევი დეტალურად რას ეხებოდა იმ ფულზე საუბარი და ვისთან იყო ეს დაკავშირებული, ეს არ იყო აბსოლუტურად მე არ ვესაუბრები მამუკა ახვლედიანს ამ დროს, ვესაუბრები სხვა ადამიანს, ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე, ეს არის დაჭრილი საუბარი, მტკიცებულებებზე რო ლაპარაკობთ. რომელ მტკიცებულებებზე ლაპარაკობთ? პროკურატურამ დაადასტურა ეს მტკიცებულება